ქართული ოცნების პოლიციამ ზუგდიდში აქტივისტი და პარტია დროას წევრი მარიამ სიჭინავა პიროტექნიკის სროლის გამო მეორედ დააკავა. სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან მისულმა სიჭინავამ საახალწლო ფოიერვერკი დემონსტრაციულად გაისროლა. როგორც პარტია დროა წერს, სიჭინავა ოცნების პოლიციამ ამავე ადგილზე აიყვანა. ქართული ოცნების პოლიციამ მარიამ სიჭინავა პირველად 13 იანვარს ზუგდიდში გამართული პროევროპული აქციის დროს პიროტექნიკის გამოყენების გამო დააკავა. აქტივისტი ზუგდიდის სასამართლომ 5,000 ლარით დააჯარიმა და 15 იანვარს გაათავისუფლა. მარიამ სიჭინავამ ქართული ოცნების მიერ შეკრების დროს სახის დაფარვისა და პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვა არაერთხელ გააპროტესტა. მან ზუგდიდში პროევროპული აქციების დროს რამდენჯერმე გაიკეთა ბალაკლავა და ჰაერში დემონსტრაციულად გაისროლა პიროტექნიკა. სიჭინავა ქართული ოცნების კანონის დარღვევის გამო უკვე 7 ჯერაა დაჯარიმებული. სიჭინავა ამბობს, რომ ჯარიმების გადახდას არ აპირებს. შეკრებებსა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ შეტანილი ცვლილებების თანახმად აქციაზე სახის დაფარვა 2,000 ლარის ოდენობის ჯარიმას, პიროტექნიკის გამოყენება კი 5,000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.